საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით აქცია დარგე შენი მომავალი თელავიდან დაიწყო. მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა და სტუდენტებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს. აქციის ფარგლებში კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებულ რაიონებში 10,000 ხე, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 20,000 ნერგის დარგვა იგეგმება. ბიომრავალფეროვნების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება. გამწვანების აქცია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს. აქციის სახელწოდება არის დარგე შენი მომავალი. შინაარსობრივად სახელწოდებიდან გამომდინარე, ამის მნიშვნელობა ძალიან დიდია. აღარაფერს საუბრობ, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ხეების დარგვა, მაგრამ ის რომ შენ თვითონ დარგავ, შენ თვითონ მოუვლი, მიხედავ ეს საკუთრების განცდასაცდების ადამიანებში და აი ამის შეფასება გადატანა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ბევრი სტუდენტი მოვიდა, ჩაერთნენ ამ აქციაში. გასულ წელს ზაფხულში იყო დიდი სტიქია, უამრავი ხე წაიქცა ამ სტიქიის შედეგად და აქტიურად ჩვენი მწვანე საფარი აღსადგენია. და უკვე დღეს გადავდგით პირველი ნაბიჯი. იმედი მაქვს, რომ ცოტა ხანში თელაველებს ისეთი ლამაზი დღე ექნებათ და გამწვანებული საფარი როგორც მანამდე იყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე. ჩვენ ერთად ვდგავართ, ერთად ვამწვანებთ უნივერსიტეტის ეზოს. აქ ჩამოვიდა გარემოს დაცვის მინისტრი და მივესალმებით ძალიან ამ ყველაფერს.